ვენახიდის რამდენიმე ასეთი აქვს ატამი, ხეთილი, სიმინდი, ამინდორი, სასამთრუნეს. ვიქნებ ჩვენ მთავრობამ რაღაცა დახმარება გავწა. სახს მოხდა სახურავი და გამინადგურა ხეხილის ბაღი და ვერახი. დასვათი მომართე დახმარებისთვის გუშინ იყო მოსული წარმომადგენლები აღწერეს ჩვეულებრივად გამოგიყოფთ 2 დღეში დახმარება, ცოტა ველოდებით დახმარება. გუშინდელი დღიდან მთელი გამგეობა ისევე როგორც თქვენ თონახეთ მთელი მთავრობა მუშაობს ფორს-მაჟორულ რეჟიმში, 24 საათიან რეჟიმში გამოსულები ვართ. ამის შედეგად უკვე შეიძლება ითქვას, რომ სტიქიის დაწყებიდან ძალიან მალე ცენტრალური ტრასები გაწმენდილი იყო. დღეის მდგომარეობით ვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდა და უკვე შიდა საუბნო გზებიც გაიწმინდა, თუ კი დარჩენილი არის რამე მცირე ხეები არის თუ სხვა ამაზე მუშაობს გამგეობის თანამშრომლები და ასევე ყველა სოფლში წვნებულია ჩამოსულია და დახმარების ხელი გამოუწოდეს ამ სოფლებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარავდა. რაც ეხება კონკრეტულად დახმარებას. ამასთან დაკავშირებით ერთი არის, რომ როგორც მოგესმენთ დაზიანდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ესენი არის როგორც ატმის ნარგავები, ასევე შეიძლება იყოს ეს ვაზი, და რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწამება შესაბამისი პრეპარატებით, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს სიცოცხლის უნარიანი და განაგრძოს ფუნქციონირება. და ამისათვის გლეხებს გადაეცემათ შესაბამისი პრეპარატები და ასევე საწვავი, რათა უზრუნველყონ შესაბამისი ტექნიკით მისი გამოყენება. სხვა მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ დაზიანებულია სახლის სახურავები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული, რაც შეიძლება ჩვენს მოსახლეობას გაუკეთოთ და სწორედ ამისათვის უკვე გუშინდელი დღიდან დაწყებული იყო აღრიცხვა და ფაქტობრივად ჩვენ უკვე რეალური შედეგი გვიდევს. ამასთან დაკავშირებით უკვე მშენებლები შემოსული არიან სოფელში, შესაბამისი ფრენები შემოსული არიან, რომლებიც აწარმოებენ მოსაზრდებას სამუშაოებს და იმედი გვაქვს, რომ გახლავთ მომავალში ამ პრობლემებს აღმოფხვრით.